ჯერჯერობით წარსულში არ გადავსულ ვართ და ერთი სული მაქვს, რომ მოხდეს ეგ ყველაფერი. არ ვიცი, ეგ რამდენად კარგი ამბავია, მეგონი ცოტა სწრაფად უნდა წავიდე წინ. კითხვა მდგომარეობს შემდეგში. ახლა კითხვა უნდა გავაგრძელო. თუ უნდა დავიძინო. იმედი მაქვს, რომ ეგრე არ ვიქნები წიგნის ბოლოს. იცით როგორი წიგნია? აი, არც ერთ ნაწილზე არ მიტირია. სალამი. დღევანდელი ვიდეო ჩემთვის არის ძალიან სახალისო, რადგან დღეს გვექნება კითხვის ვლოგი. დღეს ავარჩიე წიგნი, რომელიც ცოტა ხნის წინ ქართულადაც გამოიცა და თუ სიახლეები არ გინახავთ, ჩემს წინა ვიდეოებში აუცილებლად გადახედეთ. ეს წიგნი არის ტოშიკაძუ კავაგუჩის სანამ ყავა გაცივდება. მოქმედება ვითარდება ტოკიოში, ერთ-ერთ პატარა კაფეში, სადაც შეგიძლია მიირთვა გემრიელი ყავა და ასევე იმოგზაურო წარსულში. აქ რა თქმა უნდა მოქმედებს გარკვეული წესები, უნდა დაჯდე კონკრეტულ სკამზე და ყველაზე მთავარი, აწმყოში უნდა დაბრუნდე მანამ, სანამ ყავა გაცივდება. როგორც ვიცი, უნდა წავიკითხოთ 4 სტუმრის ისტორია, თითოეული მათგანი იყენებს ამ შანსს და წარსულში ბრუნდება სხვადასხვა მიზეზების გამო. ეს სიუჟეტი ჩემთვის ძალიან საინტერესო ჩანს და ზოგადად დროში მოგზაურობის თემატიკა ჩემთვის ძალიან მიმზიდველია. ძალიან მაინტერესებს 4-ვე სტუმრის ისტორია და ის მიზეზები თუ რატომ გადაწყვეტენ წარსულში დაბრუნებას და ვის ნახვას მოისურვებენ. მე ეს წიგნი მაქვს ინგლისურად, დავაპირებ რომ ჩემს Kindle-ში წავიკითხო და გარდა ამისა ვაპირებ რომ გავაკეთო პატარა გამოწვევა. ეს წიგნი უნდა წავიკითხო ერთ დღეში. რომ არ მოგატყუოთ, ძალიან დიდი წიგნი არ არის, სადღაც 200 გვერდია, მაგრამ მე არასდროს არ წამიკითხავს წიგნი ერთ დღეში და გარდა ამისა ვარ ძალიან ნელი მკითხველი. ასე რომ დამიჯერეთ, ეს ჩემთვის ნამდვილი გამოწვევაა. თუ ეს ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და არ დავმარცხდები პირველივე შეჯიბრის დროს, შემდეგ ჩელენჯებს უფრო მეტად გავართულებ. ასე მოვიქცევით, როგორც კი დავიწყებ კითხვას, ჩავირთავ წამზომსაც, გვექნება ზუსტად 24 საათი. ოღონდ ეს 24 საათი მოიცავს ყველაფერს, რაც დღეს განმავლობაში მაქვს გასაკეთებელი, პატარ-პატარა საქმეებს, ასევე აუცილებლად უნდა დავიძინო, რადგან თუ არ დავიძინე, არაფერს აზრი არ ექნება მეგობრებო და მექნება დრო მომდევნო დღის ზუსტად იმ საათამდე, როდესაც დავიწყებ კითხვას. ასე რომ ნახოთ თუ გავუმკლავდები ამ ამბავს, მომწონს ზოგადად ამ ჩელენჯის იდეა. ძალიან გამიხარდება კომენტარებში თუ მეტყვით, რამდენად მოგწონთ ზოგადად ასეთი სტილის ვიდეოები და ასევე რომელ წიგნს მირჩევდით შემდეგი ვლოგისთვის. ასევე მინდა რომ განახოთ ჩემი Kindle, რომელსაც აქვს ახალი აქსესუარები და გულწრფელად მგონია რომ ეს არის ყველაზე პრინცესული Kindle სამყაროში. უზომოდ მომწონს ეს აქსესუარები და სხვათა შორის აი ეს pop socket-ი ძალიან კომფორტული აღმოჩნდა კითხვის დროს და ნახეთ როგორი საყვარელი ბავთავ ბოლოში. თუ დაგაინტერესებთ სად შევიძინე ეს აქსესუარები, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში და შემდეგ ვიდეოს დავურთავ ლინკებს. ასევე ავარჩიე ესეთი უსაყვარლესი ფონი, რომ უფრო უკეთესი გარემო შევქმნათ კითხვისთვის. მგონია რომ ჩვენს წიგნს ძალიან უხდება. სხვათა შორის წელს წავიკითხე 25 წიგნი ამ დრომდე და მიზანი რომ წავიკითხო 50 და უფრო წინ ვარ და მიხარია, რადგან წლის ბოლოს საკმაოდ ისეთი დიდი წიგნები მაქვს გეგმაში რომ წავიკითხო, რომელიც ალბათ დიდ დროს წაიღებს. ამ ეტაპზე რეალურად 2 წიგნს ვკითხულობ, ჰომეროსის ოდისეას და Ryan Holiday's Stillness is the Key. ორივე დავაპაუზე ერთი დღით, რა თქმა უნდა, რომ ამ ჩელენჯს გავუმკლავდე. ასევე შეგახსენებთ, რომ ოდისეას ეკრანიზაცია გამოდის ივლისში და რეჟისორი არის კრისტოფერ ნოლანი. მთელი სულით და გულით ველოდები ამ ეკრანიზაციას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კარგი იქნება. და რაც შეეხება მეორე წიგნს, ეს არის არამხატვრული ლიტერატურა, რომელიც გვაჩვენებს იმას, თუ რამხელა ძალა აქვს სიმშვიდეს. და ამ წიგნში არის მოცემული ცნობილი ადამიანების სხვადასხვა, ასე ვთქვათ, კრიტიკული სიტუაციები, როდესაც საკუთარი სიმშვიდით გაუმკლავდნენ ძალიან დიდ პრობლემებს. ახლა ხანს დავიწყეთ და მართლა ძალიან საინტერესო ჩანს და როცა დავასრულებ, რა თქმა უნდა, უფრო დეტალურად გაგიზიარებთ ჩემს აზრს. ასე რომ გარემო მზად არის, მეც მზად ვარ და დავიწყოთ.
შესვენება. 18% წავიკითხე და მინდა რომ პატარა შეჯამება გავაკეთო. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან სასიამოვნოდ და საინტერესოდ იკითხება. გარემო რაღაცნაირად უკვე წარმომიდგენია, როგორიც არის ამ კაფეში. მოკლედ, პირველი ისტორია ეხება ქალის და მამაკაცის ურთიერთობას და ქალს სურს დაბრუნდეს წარსულში, რომ შეხვდეს ისევ ამ მამაკაცს. მეტიც არაფერს გეტყვით, რომ არ დაგასპოილეროთ, მაგრამ პირველი ისტორიის მთავარი თემა არის სასიყვარულო ურთიერთობა. სხვათა შორის, იმაზე ბევრად მეტი წესი არსებობს თურმე წარსულში დასაბრუნებლად ვიდრე დასაწყისში ვიცოდით და ერთი წესი იყო ძალიან საინტერესო, რადგან წიგნშიც კი ეგრეა ნათქვამი, რომ როცა რაღაც ფილმებს ვუყურებთ მსგავს თემაზე ან თუნდაც წიგნებს ვკითხულობთ, რაღაც ლოგიკური ახსნა აქვს ხოლმე რატომ ბრუნდებიან წარსულში. აქ კი ეს ყველაფერი განსხვავებულად ხდება. თუმცა არაფერს არ გეტყვით. ჯერჯერობით წარსულში არ გადავსულვართ და ერთი სული მაქვს, რომ მოხდეს ეს ყველაფერი. აქვე მინდა დავამატო, რომ რეალურად ეს წიგნად არ იყო ჩაფიქრებული, ავტორმა დაწერა პიესა და დაიდგა სპექტაკლი. და რომ ვკითხულობ, რაღაცნაირად წარმოვიდგენ სცენაზე როგორ იქნებოდა ეს ყველაფერი და ვფიქრობ, რომ ძალიან სასიამოვნო სპექტაკლი გამოვიდოდა. საბოლოო ჯამში ამ ეტაპზე მომწონს, ძალიან სასიამოვნოდ იკითხება და ძალიან გამიხარდება თუ ბოლოს იმედგაცრუებული არ დავრჩები. ახლა მინდა გადავამოწმო თუ რა დროა დარჩენილი წიგნის დასრულებამდე, რომ მივხვდე რამდენად კარგადაა ჩემი საქმე. 4 საათი და 33 წუთი მაქვს დარჩენილი წიგნის დასრულებამდე, რაც არის სრულიად რეალური. თუმცა დღეს მექნება აუცილებლად რაღაც პაუზები, რადგან სხვა საქმეებიც მექნება გასაკეთებელი და ვნახოთ როგორ წავა ეს ყველაფერი. არა, მე მგონი მაინც შევძლებ. დღეს თუ ვერ მოვასწარე, მაშინ ხვალ ადრე უნდა გავიღვიძო. არა და გამოძინებაც მინდა. მე მგონი ჯერჯერობით კარგადაა ყველაფერი, ძალიან ისე კარგად სასიამოვნოდ მიდის ეს პროცესი და მიხარია რომ არანაირი სტრესი არ მაქვს ამ ეტაპზე რომ მოვასწრო ამ წიგნის წაკითხვა. იმედი მაქვს რომ ეგრე არ ვიქნები წიგნის ბოლოს და მაგიტომაც ავარჩიე სიმართლე გითხრათ პატარა ზომის წიგნი, რომ მშვიდობიანად მივყვე ამ ჩემს პირველ ჩელენჯს. ახლა კი რა ხდება? მშია და ყავა მინდა. და თან მთელი წიგნის სიუჟეტი კაფეში ვითარდება და ჩემი აზრით აუცილებელია რომ ახლა კაფეში წავიდე და იქ გავაგრძელო კითხვა. პირველი ნაწილი დავასრულე, კაფეში სამწუხაროდ ხმაური იყო და ვერ ვისაუბრე. სიმართლე გითხრათ, პირველი ნაწილი ძალიან ვისიამოვნე. რაღაც მომენტში შეიძლება ცოტა მშრალი მოგეჩვენოთ დიალოგები, მაგრამ გონია რომ იმის უკან რაც იმალებოდა რეალურად მაინც ჩანდა. და ჩემში საკმაოდ ბევრი ემოცია გამოიწვია რაღაც მომენტში დამასევდიანა, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმედი მომცა. ასე რომ, კმაყოფილი ვარ პირველი ნაწილით, ახლა რომ ვაფასებდე წიგნს, დავუწერდი 4 ვარსკვლავს.
თუმცა წინ კიდევ 3 ისტორია და ვნახოთ. 27%-ზე ვარ. არ ვიცი ეგ რამდენად კარგი ამბავია, მეგონი ცოტა სწრაფად უნდა წავიდე წინ. მაგრამ მაინც მგონია რომ მოვასწრებ. სხვათა შორის არ ვიცი თქვენც ეგრე იქცევით თუ არა, მაგრამ ძალიან მიყვარს, როდესაც კითხვის დროს რაღაც მუსიკას ვუსმენ. და ახლაც ისეთი მელოდია მქონდა არჩეული, რომელიც მგონია რომ კიდევ უფრო მეტად დამეხმარა, რომ ეს სიუჟეტი ჩემთან ახლოს მოსულიყო ემოციურად. ახლა ჩემ მეუღლეს უნდა ვუყიდო ერთი წიგნი, რომელიც თვითონ არჩია, რომლის ყიდვაც თვითონ უნდოდა, მაგრამ მე წიგნის მაღაზიაში სხვას არავის გავუშვებდი ოჯახიდან. ამიტომ ვიპოვოთ. დაბრუნდი სახლში, რაღაც პატარა საქმეებს მივხედე და ახლა უნდა გადავიდეთ მეორე ნაწილზე და მეორე ისტორიაზე. მეორე ნაწილის სათაური არის ქმარი და ცოლი, როგორც ჩანს ისევ წყვილს ეხება ეს სიუჟეტიც და დიდი იმედი მაქვს რომ რაღაც განსხვავებული სიტუაცია ექნებათ და ცოტა სხვა კუთხიდან შეგვახედებენ მათ გამოწვევებზე. 27% მაქვს წაკითხული. დღეს მინიმუმ 50%-ს აუცილებლად წავიკითხავ და ვფიქრობ ეგეც საკმარისი იქნება რომ ხვალ მოვასწრო წიგნის დასრულება. ახლა კი მოდი გავაგრძელოთ. ნაწილი დავასრულე. ცოტა ხმადაბლა უნდა ვილაპარაკო, აქ უკვე გვიანია და ჩემს მეუღლეს ძინავს და არ მინდა რომ გავაღვიძო. მეორე ნაწილი იყო ძალიან სევდიანი. პირველიც, მაგრამ ალბათ მეორე კიდევ უფრო მეტად. იცით როგორია, ანუ რაღაცნაირად მესმის იმ ადამიანების, ვინც ამ წიგნით დახრთოვანებული არ არის, რადგან თითქოს აი ძალიან ჩაშლილი არ არის, ასე ვთქვათ, ეს ურთიერთობები, ძალიან ბევრი დიალოგი არ არის პერსონაჟებს შორის და შეიძლება გქონდეთ რაღაც დანაკლისის შეგრძნება. მაგრამ ამასთანავე თან თითქოს რაღაც დოზით საკმარისიც არის რომ გაიგო ამ პერსონაჟების და იგრძნო იგივე სევდა, რასაც ისინი ატარებენ. საინტერესო იყო ნამდვილად და რაღაცნაირად ამ პერსონაჟის ადგილზე რო წარმოვიდგინე თავი, ძალიან დავსევდიანდი. მოკლედ 51% წავიკითხე და 3 საათია დარჩენილი წიგნის დასრულებამდე. პირველს უკრია 20 წუთი. კითხვა მდგომარეობს შემდეგში. ახლა კითხვა უნდა გავაგრძელო, თუ უნდა დავიძინო. რაღაცნაირად იმედი მაქვს რომ მოვასწრებ ხვალ წაკითხვას. თან ცოტა მეშინია რომ ბოლო წამამდე არ მივიდეს ეს ყველაფერი და დასტრესილმა არ დავამთავრო ეს წიგნი. მაგრამ მგონი ცოტა ადრე თუ გავიღვიძე, მოვასწრებ წესით და რიგით. იმიტომ რომ ახლა უკვე პირველი ხდება, ამ დროს ვიძინებ ხოლმე და მგონია დიდად აზრი არ ექნება რომ მესამე ისტორია დავიწყო. თან საათნახევარია ეს ისტორია და სადღაც შუაში გაწყვეტა, ალბათ მომიწევს მეჭობა რომ საათნახევარი გავძლო. არაფერ გავსრებ, იმიტომ რომ უკვე ლაქებს ხედავ, რომ უყურებ. Kindle-ის ეს ფუნქცია ზუსტად რომ აჩვენებს რა დროა დარჩენილი წიგნის დასრულებამდე, მიყვარს. ხო, ასე რომ საინტერესო ისტორია იყო. ნამდვილად მეორეც ცოლ-ქმრის, ასე ვთქვათ, სევდიან ამბავს გავეცანით. ერთი მომენტი ჩამრჩა ძალიან ამ მეორე ნაწილიდან. არ გეტყვით რა თქმა უნდა რომ არ დაგასპოილეროთ ზუსტად რა იყო, მაგრამ იმდენად ჯანსაღი რაღაც უთხრა ერთმა პერსონაჟმა მეორეს მათი, ასე ვთქვათ, ურთიერთობის შესახებ და იმდენად არაეგოისტური, რომ ძალიან მომხვდა გულზე. ანუ მგონი ეგეთ რაღაცას როცა ეუბნები ადამიანს, ვინც გიყვარს, ძალიან ძლიერი ხარ
და მგონია რომ იმ სიტუაციაში რეალურად რაც არის ეს პერსონაჟი ვინც ამას ამბობს ძალიან რთულია რომ მართლა ეგოისტი არ იყო და შიშს არ აყვე და ეგეთი რაღაც უთხრა შენთვის ცვირფას ადამიანს მესმის რომ მუდოვანი ახლა რაზეც ვსაუბრობ მაგრამ იმედი მაქვს რომ წაიკითხავთ ამ წიგნს და ზუსტად მიხვდებით რაზეც ვსაუბრობ. ორი ისტორია კიდევ დარჩენილი, ნახოთ რა იქნება. ახლა კი წავალ, დავიძინებ და ხვალ დაგიბრუნდებით. იმედია შეცდომას არ უშვებ, რომ ახლა ვაპირებ ძილს. და ხვანიდელი ქეთი არ მეტყვის, რომ ჯობდა არ დამეძინა. მაგრამ არა მეგონი ძილი ჯობია ნამდვილად და ხვალ ვეცდები, რომ ადრე გავიღვიძო. დროებით. დაგიბრუნდით, მეორე დღეა. უცბად უნდა მოგიყვეთ ჩემი დილის ამბები, რომ გავაგრძელო კითხვა. 10:30-ზე გავიღვიძე, მესამე ნაწილი წავიკითხე. სათაური იყო დები და, ლოგიკურად ეხებოდა დების ურთიერთობას. ჯერყალა არ დამილევია, უკვე ძალიან მჭირდება. არც ამ მდგარ საწოლიდან ისე წავიკითხე ეს მესამე ნაწილი. იცით როგორი წიგნია? არც ერთ ნაწილზე არ მიტირია ესე. მაგრამ სამივემ დამაფიქრა და სამივემ დამასევდიანა. მესამე ნაწილი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამბავი იყო რეალურად და ძალიან მომენატრა ჩემი და ეგ შემიძლია გითხრათ. 10 თვე არ მინახავს, რაც ცხოვრებაში არასდროს არ მომხდარა. ძალიან მენატრება. ეხლა მეტირება. ოკეი. კარგი. იმედი მაქვს, რომ მეოთხე ისტორია კიდევ უფრო მეტად შთამბეჭდავი იქნება, ვიდრე წინა სამი. წესით არიგით ვასწრებ წაკითხვას. წამზომზე დარჩენილია 2 საათი და 4 წუთი და წიგნის დასრულებამდე მაქვს საათი და 26 წუთი, ასე რომ მშვიდად შემიძლია წავიკითხო. ახლა მოდი დავიწყებ კითხვას და შემდეგ უკვე შევაჯამებ წიგნს თქვენთან ერთად. მაინც მატირეს. რეალურად კიდევ 9 საათი მაქვს დარჩენილი, ასე რომ ჩელენჯი შესრულებულია, რაც ყველაზე მთავარია. იეი, სხვათა შორის ცოტათი დილით ავნერვიულდი იმ კუთხით, რომ დღეს რაღაც გეგმები მქონდა, რაც მინდოდა რომ ამ დროის განმავლობაში გამეკეთებინა და მივხვდი, რომ საერთოდ ვერაფერს ვეღარ ვასწრებდი, თუ სასწრაფოდ არ დავიწყებდი კითხვას. შუალედში უცბად ვისაუზმე და ეგ იყო სულ. და მეოთხე ნაწილს რაც შეეხება, როგორც კი ვთქვი მოკლედ რომ ამ წიგნმა არ ამატირა მეთქი, ბოლოს მაინც როგორც ხედავთ მატირეს, მაგრამ ემოციურად დამძიმებული არ ვარ. ანუ უფრო მეტად გულად შუყებული ვარ, ასე ვთქვათ, რადგან ეს ბოლო ისტორია როგორც სევდიანი, ასევე რაღაცნაირად ძალიან ადამიანური იყო და იმედის მომცემი. და ძალიან საყვარლობა იყო. ძალიან იყო რაღაც მძიმე საკითხები, მაგრამ მაგაზი არ იყო აქცენტი, ანუ რაღაც მეორე მხრიდან მიუდგა ავტორი და ძალიან მიხარია, რომ უფრო მეტად რაღაცნაირად დადებითი დაგვანახა ამ ისტორიაში და ნეგატივში არ გადაგვაგდო. ეს ჩვენი ჩელენჯი მარტივი არ იყო, რომ არ მოგატყუოთ, იმიტომ რომ მაინც იმაზე ვფიქრობდი, რომ ეხლა მოვასწრებ და ეხლა ნეტა იმ საქმეს მოვასწრებ თუ ვერ მოვასწრებ და მაგ ამბავმა რაღაც მომენტში ცოტათი ამანერვიულა. და ახლა ბოლო ნაწილის კითხვა რო დავიწყე, რაღაც ერთი მომენტი მქონდა, რომ მე თვითონ დავფიქრდი რაღაცეებზე, რომ ვის ვნახავდი იგივე შანსი რომ მქონოდა და ისე წავიკითხე რამდენიმე გვერდი, რომ ანუ საერთოდ სხვაგან ვიყავი გონებით, უკვე ჩემი ის მქონდა, ჩემი თავგადასავალი და მივხვდი, რომ რაღაც გვერდები საერთოდ ვერ აღვიქვი და მომიწია უკან დაბრუნება და ცოტათი მაგან ამანერვიულა. ახლა მინდა რომ პატარა პაუზა გავაკეთო. კიდევ ერთხელ დავფიქრდე მთლიანად ამ წიგნზე და შემდეგ უკვე გავაკეთებ შეჯამებას. მალე დაგიბრუნდებით. ახლა გავალ კაფეში, გადავწყვიტე რომ რამე სასმელი ვიყიდო, ყავა ან მაჩა. სხვათა შორის მაჩა არ მიყვარს დიდად, იმიტომ რომ რამდენჯერაც გავსინჯე, დიდად არც ერთხელ არ მომეწონა, მაგრამ როგორც ვიცი ამ კაფეში აქვს ძალიან გემრიელი მაჩა მარწყვით.
ხოდა ვფიქრობ ერთი შანსი ხო არ მივცე. ასე რომ ვიყიდი სასმელს და დაგიბრუნდებით. დავბრუნდი. გარეთ ვერაფერი ვერ გადავიღე ხალხო, იმიტომ რომ უბრალოდ თვით გადარჩენისთვის ვიბრძოდი. ვინც არიცით, მოკლედ ახლა ვცხოვრობ მანილაში და აქ უბრალოდ ისეთი სიცხეა, რომ აი ეს მზე თუ არ გადავა, არ ვიცი. უნდა დაიწყოს წესით წვიმიანი სეზონი მალე, მაგრამ რაღაც ცოტათი გაიწელა უკვე ეს მზიანი პერიოდი. და ვიცი, საქართველოში პირიქით არის და მზეს ელოდებით ყველანი და სიცხეს, მაგრამ აი ყველანაირ სიცივეზე თანახმა ვარ, ოღონდ ეს დასრულდეს. სასმელს რაც შეეხება, მოკლედ ის კაფე დაკეტილი იყო სამწუხაროდ რაღაც ღონისძიება ჰქონდათ და გვერდით კაფეში ვიყიდე მაჩა მარწყვით. ოღონდ არ ვიცი რამდენად კარგია. თან ასეთ ჭიქაში დამისხეს და არ მიყვარს ასეთი ჭიქები ცივი სასმელისთვის და მოდი გადავასხათ ჩემს სააყვარელ ჭიქაში. მოდი გავსინჯოთ. ყველაზე გემრიელი მაჩა რაც დამილევია. მარწყვი ძალიან მოუხდა ჩემთვის, ანუ ცარიელს ბევრად მირჩევნია. ალბათ მეორესაც გავსინჯავ, აი მეორე კაფესი, სადაც მითხრეს რომ ძალიან გემრიელია და ნახოთ, თუმცა ესეც ნამდვილად მომეწონა. ჩაჭრეტილი მარწყვები აქვს ქვემოთ და ძალიან გემრიელია. ახლა მოდი ვისაუბროთ წიგნზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარშემოც ვინც წაიკითხადი და დარგა გიშდა და სხვადასხვა კრეატორების შეფასებებიც რომ ნახე, საშუალოდ სადღაც 3 სკოლს უწერდნენ, მაინც რატომღაც ძალიან მინდოდა ამ წიგნის წაკითხვა. ნუ ზოგადად დროში მოგზაურობის თემა რომ მომწონს, მგონია რომ მაგან დიდი როლი ითამაშა. ვეცადე რომ ამ 24 საათის განმავლობაში რაღაც ისეთ გარემოში წამეკითხა და ისე მომეწყო ყველაფერი, რომ შესაბამისი განწყობა ყოფილიყო და მე სიამოვნა, ასე ვთქვათ, მთელი ამ პროცესით და შეიძლება ამანაც მოახდინა გავლენა, მაგრამ თვითონ ისტორიები იყო ჩემთვის ძალიან გულისამაჩუყებელი და ძალიან ადამიანური. და როგორც კი დავფიქრდი მე თვითონ რომ მქონდეს ეს შანსი, რომ წარსულში მოგზაურო ვის შევხვდებოდი, ეგრევე ამომიტივტივდა ერთი ადამიანი, რომელსაც მართლა დიდი სიამოვნებით ვნახავდი კიდევ ერთხელ. მე მყავდა უსაყვარლესი ბებია, ლარისა, რომელსაც ვეძახდით ლალოს და უბრალოდ სიამოვნებით შევხვდებოდი კიდევ ერთხელ ლალოს და ვეტყოდი რომ ძალიან მიყვარს და ძალიან მენატრება. საუკეთესო ბებია იყო ყველა კუთხით. ცრემლების გარეშე ვერ ლაპარაკობ ხოლმე. ხმაც აღარ მაქვს. ხო, ნუ ცრემლების გარეშე მართლა მიჭირს ხოლმე ბებოზე ლაპარაკი. სალფეტკს ავიღებ და მოვალ. კარგი. მოკლედ რომ შევაჯამო, ძალიან ვისიამოვნე ამ წიგნით, ამ პერსონაჟებით და ისტორიებით და თვითონ ის კაფე ისე იყო აღწერილი, რომ მართლა მოგინდება ადამიანს იქ შესვლა და ყავის დალევა. რაც შეეხება შეფასებას, ამ წიგნს დავუწერე 4 ვარსკვლავი. შეგახსენებთ, რომ ეს არის წიგნების სერია და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ითარგმნება დანარჩენი ნაწილებიც ქართულად. საინტერესოა თქვენ რომ შეგეძლოთ წარსულში მოგზაურობა, თქვენ ვის შეხვდებოდით და რას ეტყოდით. ასევე ვამოყობ საკუთარი თავით, რომ შევძელი და ერთი წიგნი წავიკითხე ერთ დღეში, იმის ფონზე რომ სხვა საქმეების გავაკეთე და დავიძინე კიდეც. სხვათა შორის აკეთებენ ესეთ ჩელენჯს, რომ 24 საათის განმავლობაში კითხულობენ და ზოგი არც იძინებს ხოლმე. აი, ეგ ჩელენჯი მართლა მაშინებს და არ ვიცი უდესმე შევძლებთ თუ არა მაგის გაკეთებას. პირადად ჩემთვის ასეთი სტილის ვიდეოების გადაღება არის ძალიან სახალისო პროცესი და ძალიან გამიხარდება თუ თქვენც მოგეწონებათ ვიდეო. ასევე თხოვნა იქნება რომ თუ უყურებთ ჩემს ვიდეოებს, არ დაგავიწყდეთ რომ დაალაიქოთ და გამოიწეროთ ჩემი არხი. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი გემშვიდობებით და ბედნიერ კვირას გისურვებთ. დროებით!